დავბრუნდით, ვერ გაიგეთ. ქალბატონმა ნანამ ვერ გაიგო ის რომ ეთერში შევცუნცულდით, მაგრამ შევსრიალდით. ხო, იცით რა შესაქმე მართლაც ძალიან სერიოზული თემაა და ძალიან მტკივნეული. ქალბატონმა ნანამ შეეხო ძალიან სენსიტიურ პრობლემას, რომელზეც ბევრი ვერ ბედავს საუბარს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მარის არგუმენტები უფრო ძლიერია, მეც ვეთანხმები მარის. ძალიან ხშირად შესაძლოა ჩვენ ხედავთ მიზეზებს ჩვენი წარუმატებლობისა გენეტიკაში. გონია რომ ხანდახან უპირველეს ყოვლისა ალბათ თუ რაღაც პრობლემა წარმოიქმნა, მაინც ალბათ ცოტა უფრო ღრმად უნდა ვეძებოთ, ვიდრე მხოლოდ გენებში, რომელიც განაპირობებს რაღაც გარკვეულ ყოფაქცევას. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ შესაძლებელია თბილი გარემოთის სიყვარულით შეიქმნას ისეთი ოჯახი, რომელზეც ყველა ოცნებობს ალბათ და ყავდეთ ისეთი შვილები, როგორც არის ნამდვილად ის მაგალითი, რომელიც ქალბატონმა ნანა მოიყვანა, იქაც შეიძლება აღზრდაში იყო დაშვებული შეცდომები. ჩვენ ხო ზუსტად არ ვიცით, ჩვენ ხანდახან ვფიქრობთ, რომ ყველაფერს ვაძლევთ, მაგრამ ეს ყველაფრის მიცემა არის თუ არა ის სწორი გამოსავალის ნაბიჯები, რომელიც ჩვენ უნდა გადავდგათ ამისთვის, ეს კიდევ საკითხავია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგების ჩართვა ხშირად ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, მით უმეტეს ამ შემთხვევაში, თუ არის ასეთი პრობლემები, რომ როგორ უნდა გავუმკლავდეთ, როგორ ჯობია რა სიტუაციაში, როგორ მოვიქცეთ, რომ ეს გენეტიკა, ძიმე გენეტიკა თუ ასეთი არსებობს, რაღაცნაირად გადავლახოთ მართლაც ამ ჩვენი ურთიერთობა. კარგი გენეტიკაც არსებობს, ნინო, მე ერთჯერ მithქვამს, აი მოჭადრაკისგან ბავშვი გააჩინა ერთმა ქალბატონმა, იმიტომ რომ ჩემი შვილი ჭკვიანი და მოჭადრაკე იქნებაო და მართლაც ასე მოხდა. ეს იგი აქ ამას ნიშნავს. იცი რა არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანებს და ვარსკვლავებს დაახლოებით ერთ-იგივე შემადგენლობა აქვს, პოტენციურად ყველა ადამიანს შეუძლია რომ გახდეს ვარსკვლავი, მაგრამ რა თქმა უნდა, მე სრულიად ვეთანხმები ხა გენეტიკას თავისი ტვირთი ადევს და იქ ყველაფერი თითქმის განსაზღვრულია, თითქმის. ოღონდ პლუს მინუს თავისთავად ცხადია აღზრდა, გარემო, რომელშიც ადამიანი ყალიბდება და იზრდება, მე სრულიად ვეთანხმები სალომეს, რომ მოყვარულ და სიყვარულის გარემოში გაზრდილ ადამიანს, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი სიგეთის მოტანა შეუძლია კაცობრიობისთვის ზოგადად. ეს ალბათ ნამდვილად ასეა, მაგრამ არის მაინც ალბათ მაინც არის რაღაც კონკრეტული შეიძლება იყოს მონაცემი მეტნაკლებობით ყველა ადამიანის დნმ-ში, რამაც შეიძლება უბრალოდ სასურველი გარემოს შემთხვევაში მეტად იჩინოს თავი. ეს საშიშროება ნამდვილად არის, არსებობს. თუმცა უკაცრავად, აქვე უბრალოდ ახლა დავიწყო ფიქრი და გამახსენდა. არსებობს ესეთი შესანიშნავი გამონათქვამი, რომ ძალიან დიდი და დიადი ადამიანის შვილებზე ბუნება ისვენებს. მოჭადრაკისაგან შვილის გაჩენა აბსოლუტურად არნიშნავს წარმატებას. გარანტია ამის ნამდვილად არ არის. აბსოლუტურად არაფერი არის ერთმნიშვნელოვანი. ამიტომ მე უბრალოდ ის რატო ვლაპარაკობ ამის შესახებ, მე არ მინდა არც ერთი წამით დავუშვა, რომ ვიღაც ვინც ფიქრობს იმაზე, რომ აკლია ეს სიყვარული, რასაც ნიშნავს შვილის ყოლა და გადაწყვეტილების მიღების სტადიაშია და ფიქრობს იმაზე, რომ სხვა გზა ყველა ამოწურა და უნდა მივიდეს და დაიწყოს ეს ურთულესი პროცესი და დადგეს აი ამ რაღაცა სასტიკ რიგში. უბრალოდ შემთხვევით აი ამ ტიპის აზრებმა არ შეაცვლევინოს გადაწყვეტილება და არ დააკარგინოს უზარმაზარი ბედნიერება, რომელიც შეიძლება მოჰყვეს თან არაჩვეულებრივი პატარა ადამიანის გამოჩენას სახლში. შესაბამისად, ამაზე ამიტომ გავაგრძელე საუბარი. ბედნიერება საკუთარი თავისთვისაც და იმ ადამიანისთვისაც, ვისაც ასეთი თბილი გარემო უნდა შეუქმნას მან მომავალში. თუმცა ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში იმ პრობლემებზე, რომელიც არის შენ ახსენე, სწორედ ეს რიგი არის ერთი, ესე ვთქვათ, გასამართლებელი საბუთი ამისა, როდესაც ხშირად პასუხობენ ხოლმე, რომ ეს რაღაცა ბიუროკრატიის გამო კი არ არის ეს რიგი იმიტომ არის, რომ საკმაოდ მცირეა გასაშვილებელ ბავშვთა რაოდენობა და საკმაოდ დიდია მთხოვნელთა
მსურველთა რაოდენობა ეს კარგია და ნამდვილად მისასალმებელია რომ ცოტა არიან ასეთი ადამიანები ვინც ბავშვის დატოვებას ფიქრობენ არ არის მისასალმებელი ის რომ პარალელურ რეჟიმში ამდენია ბავშვი რომელსაც ზრუნველობა მოკლებული ბავშვი რომელიც იზრდება სპეციალურ დაწესებულებაში მას ყავს დედა, მამა, ხშირად ორივე მშობელი, მაგრამ რიგი მიზეზების გამო, რომელიც მართლა ძალიან განსხვავებულია, მათ ან სურვილი არ აქვთ, ან შესაძლებლობა, რომ ბავშვი იზრუნოს სახში. ამ ბავშვს, რომელიც უნდა გააშვილონ, მას უნდა ქონდეს სტატუსი მინიჭებული შესაბამისი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ვერ მოხდება. ჩვენ სტუმართან ერთად აუცილებლად ვისაუბრებთ ამ თემაზე, ნინო, ტელეფონის ნომერი შეახსენე იმისთვის, რომ დარეკოს ჩვენ მამაკაცებს. 240-90-06 ეს არის ტელეფონის ნომერი, რომელზეც თქვენ უნდა დარეკოთ აუცილებლად და თქვენი მოსაზრებები ან შეკითხვები დასვათ. ჩვენ რა თქმა უნდა, რამდენიმე ხანში სტუმარიც გვეყოლება ეთერში და ძალიან მიხარია, რომ უკვე არის სატელეფონო ზარი და გისმენთ ყურადღებით. მოგესალმებით, დილამშვიდობის. ქალბატონ ნანას დავეთანხმები. მე თვითონ ვარ პიროვნება, რომელსაც ყავს აყვანილი ბავშვი. მეთანხმებით თუ არა? გეთანხმებით, ქალბატონო ნანა, გენეტიკა როგორ არ მოქმედებს? ბავშვი ავიყვანე, რომელიც არ ვიცი, ვისი გაჩენილია და რა გენეტიკა აქვს. უბრალოდ თქვენ ალბათ არ გინახიათ იქ ბავშვები რა სიტუაციაში იყვნენ 14-15 წლის წინ. ეხლა არ ვიცი რა სიტუაციაა. იქ იყო რაღაც საშინელება და მეგობრს გავყევი, იცით რომ დავხმარებოდი მას ბავშვის აყვანაში, გამყევიო მთხოვა და რომ მივედი და ვნახე ეს ამდენი ბავშვი, უპატრონოთ. დიახ. და ამდენი ბავშვი ყველა რო ხელს იწევს თქვენსკენ რომ აიყვანო და მოეფეროთ. ნუ ეს არის რაღაცა არ ვიცი, აი წდება მამიწია. ისეთ ცუდად გავხდი და ისეთი საშინელება. მე ბავშვები ჩამწკრივებული ერთ რაღაცა შემოღობილში რო ვთქვათ და იქ ორი გოგო რომელიც ემსახურებოდა აღმზრდელი და ალბათ ბებია ქალი თუ რა ვიცი რა ერქვა ორი ცეფში იქიდან და აქედან რო აჭვევენ ამ ბავშვს ერთი კოვზით. ეხლა წარმოვიდგინეთ იქ რა სიტუაცია იქნებოდა ბავშვები ყოველკვირა სამანტყოფოებში ინფექციური დაავადებებით. იმდენად იმოქმედა ამ ყველაფერმა რომ გადავწყვიტე მე გაუთხოვარი ვარ დავჭი გასათხოვარი ეჭები პრობლემები იყო და დედამ წავდა მძიმედ და ჩემთვის არ მეცალა და გადავწყვიტე რომ გამომეყვანე ბავშვი რომელიც იყო წლინახევრის 5 კილო აი მე მაშინაც არ ვიცოდი რომ ეს 5 კილო რაღაცა საშინელება იყო და ახლა წარმოიდგინეთ თქვენ ხო დედები ხართ არა ყველას ყავთ შვილიშვილები და წლინახევრის ბავშვი 5 კილო იმხელა პრობლემები წინაშე დავდექით თქვენ ვერ წარმოვიდგენთ ეს ბავშვი ყოველკვირა ავად 40-ები სულ ავად არ ვიცი ყველაფერი აცხმული ქონდა ამ ბავშვს ყველაფერი დავადება მთელი ჩემი ენერგია დავხარჯე რომ გამომეყვანა და დღეს ცოტა შეღავათით მაგრამ ეს ალერგია ვერ მოვაშორე ვერაფრით მაგრამ ეს გენეტიკური მართლაც რომ არსებობს აი ვცდილობ ყველანაირად რომ არაფერი არ მოვაკლო როგორ იცით აი რისი საშუალებაც მაქვს თითქოს სიყვარული ყველაფერი ვცდილობ რომ არაფერი შეეშალოს სადმე მაგრამ მაინც არის ეს გენეტიკა აი რას გულისხმობთ ჯანმრთელობა მოდი არა ჯანმრთელობა ეს უკვე ჯანმრთელობას ეთყობა გენეტიკურია იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემა არა გამომიხდება ხან რა ამბავდას ნუ შეიძლება ჭკუიდან გადავიდე ხოლმე ზოგჯერ მაგრამ ხასიათი აი გუნება მისი აი რომ ვეუბნები და არ წახვიდე ეს არ გააკეთე ეს შენ გავნებს ეს შენთვის ცუდია შენ თავს უკეთებ მე არა აი მაინც იმას აკეთებს თქვა რასაც ვარიგებ. ამას ჩვენი შვილებიც აკეთებენ ხოლმე, რომელსაც ჩვენი გენეტიკა აქვს, ასე რომ მაინც და მაინც ამას არ დავაბრალოთ. თქვენ მაინც იცით რომ თქვენი გენეტიკაა, ხო? კი, თქვენ ამას აბრალებთ, მაგრამ მე მის თქმა მინდა შესაძლოა ეს არაფერ შუაში. ნუ ეხლა არ არის პატარა, არის 14 წლის. 14 წლის გოგონა არის ყველაზე მძიმე გარდატეხის პერიოდში და ის რომ თქვენ წარმოგიდგენიათ რომ ყველა მშობელი დედამიწის ზურგზე ზუსტად მაგას აქ შეაწყდება ერთსა და იმავე პრობლემას. უბრალოდ თქვენი სიტუაცია განსხვავებულია და როცა თქვენ გიჭირთ, მე ვშიშობ რომ თქვენ პრობლემების გადაწყვეტას ეძებთ ერთ-ერთი გზა არის სწორედ ის რომ გახსენდება თუ შესაძლოა თქვენი შვილის, თქვენი ბიოლოგიური შვილი სხვანაირად მოქცეულიყო, მაგრამ გარწმუნებთ რომ
იმდენ ადამიანს აქვს ბიოლოგიურ შვილთან მაგასაკში უდიდესი პრობლემები და გაცილებით უფრო დიდი პრობლემები, რომ მაინც და მაინც გენეტიკას ამას ნუ დააბრალებთ. ნუ ეხლა ჯანმრთელობა ხო გენეტიკაა ამაში. ჯანმრთელობა ცხადია, უკვე არსებობს კვლევები, სადაც წინასწარი იკვლევენ შენს გენებს იმისთვის, რომ თავიდან აგაცილონ გენეტიკური დაავადებები, რა თქმა უნდა. უბრალოდ ძალიან დიდი მადლობა ზარისთვის ამ ქალბატონს, მაგრამ ჩემი აზრით ეს ტენდენცია, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, აი გამოიკვეთა. მე ესეთი აზრი მაქვს, რომ ძალიან ხშირად ჩვენ აი ამ პრობლემებს, რომლებიც წარმოიქმნება ყველა მშობლისა და შვილის ურთიერთობაში რაღაცა ეტაპზე აუცილებლად, ამის გარეშე უბრალოდ ალბათ არ არსებობს, იმიტომ რომ ადამიანი ვითარდება, იზრდება, მას უნდა რაღაცის დამტკიცება, ყოველთვის არასოდეს არ მოიქცევა ისე, როგორც ჩვენ გვინდა. და უბრალოდ ბიოლოგიური მშობელი შესაძლოა ამაზე არ ფიქრობს, ის უბრალოდ ბრაზდება. ან რაღაცნაირად იქცევა. აქ ამ შემთხვევაში შეიძლება მიზეზს ეძებს იმაში, რომ გენეტიკა აქვს სხვა. მეც ასე ვფიქრობ, შემოსაზრება არის და შენ მე დამეთანხმები, რომ შენი ცხოვრების წესი მთლიანად იცვლება ისეთი პასუხისმგებლობა, როდესაც აიყვან შენს მომავალს, ასე ვთქვათ. და მე მინდა გითხრათ, რომ ზოგჯერ საკუთარი მომავალი შვილიც ვერ ამართლებს, არამც თუ არ ვიცი ეს რაზეა დამოკიდებული. იცი, ვერ ამართლებს, ესეც საკმაოდ ისეთ სადაო საკითხია, ნანა, იმიტომ რომ რა გვინდა ჩვენ ამ ადამიანისგან. ჩვენ ხო გვავიწყდება ერთი რამ, რომ ამ ადამიანს აქვს თავისი ცხოვრება გასავლელი, მას აქვს თავისი მოთხოვნები, თავისი ინტერესები და გამართლება ბოლო-ბოლო რა ვიცი, ადამიანი ისე ცხოვრობს, როგორც წარმოუდგენია, როგორც უნდა, ნუ ყოველ შემთხვევაში ძირითადი ნაწილი მაინც და თუ რამე გაინტერესებს, იმას აუცილებლად იგებ. ყველა გაჩერდი ახლა. გამართლება იცი რა არის? შენ მისი იმედი უნდა გქონდეს. რატო უნდა გქონდეს მე იმის იმედი? გეტყვი რატო რომ დამბედები მე უნდა გეტყვი. ეგოისტური დამოკიდებულება არის შენთვის გინდა. ადამიანს უნდა არა, უშემოდგენ უნდა იყოს ბუნებრივია ეს შეიძლება მეგობარიც იყოს შენი უშემოდგენ. არა, არ გინდა ახლა შვილი განსაკუთრებით ნინო. არა, მე ესეთი ეგოისტური დამოკიდებულება ასე გონია რომ სულ ასეთი ახალგაზრდა ჯანღონიც ავსე იქნება. სხვათა შორის ახლახანს მქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და მადამაიც პრობლემა და გამიწვია. თვეში ერთხელ შეიძლება. მესმის ნანა, მესმის, გეთახმები ყველაფერში აუცილებლად დაუჯერე. მე რასაც დავუჯერე. მოდი დაუჯეროთ ახლა პროდიუსერს გავიდეთ რეკლამაზე და შემოვიყვანოთ ჩვენი სტუმარი, რომელთანაც საუბარი ვფიქრობ საინტერესო იქნება. ნინოს დაუთმოთ. დაუთმოთ ხო. ხაშავრი არაჩვეულებრივი ადამიანი და ჩვენთან ხშირად ყოფილა, გვისაუბრია განსაკუთრებით აი ამ თემაზე. დავიწყოთ იქით, რომ ჩვენთვის არის ძალიან სასიამოვნო, როცა ადამიანი აბსოლუტურად ყველაფერზე საუბრობს გახსნილად და ეს რაღაცა თემა, რომ შეიძლება ადამიანმა თქვა ასეთი ნაბიჯი გადადგას ცხოვრებაში და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე გაბედული, ყველაზე საინტერესო და ყველაზე ესეთი ღირსეული ნაბიჯი, ნამდვილად და ძალიან ღირსეული ნაბიჯი, იმიტომ რომ რა ვიცი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ადამიანი თავის თავზე ამხელა პასუხისმგებლობას იღებს. საერთოდ მიყვარს ადამიანები, რომელსაც გაათმაგებული აქვს პასუხისმგებლობის შეგრძნება და მაინც აი ახლა სადაო საკითხია და მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი რეკავს და ერთ მნიშვნელოვნად აძლევს ხმას გენეტიკა. რა თქმა უნდა, მეგობრებო, გენეტიკა აბსოლუტურად არავინ არ აკრინებს გენეტიკის როლს ამ ყველაფერში, მაგრამ მე მაინც გონია, ხომ არ არის ეს იგივე პასუხისმგებლობიდან წასვლის მცდელობა, როდესაც ყველაფერს ვაბრალებთ გენეტიკას, თუ კარგი გამოვიდა ჩვენი გენებია, თუ ცუდი რაღაცა ეს გენეტიკა, რაღაცა იქ ვეძებთ წინაპრებში, იქნებ იქიდან აქ ეს წინაპრებსაც აქვს მნიშვნელობა. ბაბატონებს მართლა ყველა ისნოს, მაგრამ მაინც უნდა წავადგინოთ. ბაბუას გამ, ბებიას გამ, ხო ვამბობთ ხოლმე. კი. იცით რა არის, ახლა საკითხის ესე დასმა არ არის საერთოდ სწორი, იმიტომ რომ გენეტიკური ფაქტორი არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც გენეტიკაზე ვსაუბრობთ აყვანილ ან ნაშვილ ბავშვთან დაკავშირებით, ცოტა უფრო სხვა რაკურსი არის ეს და ეს უფრო მეც მგონია პასუხისმგებლობისგან თავის არიდება, ვიდრე გათვალისწინება ამისი და ამასთან დაკავშირებით ადეკვატური მზრუნველობის ან ადეკვატური მოვლის ან ადეკვატური
სოციოპათური ურთიერთობის შერჩევა ბავშვთან, იმიტომ რომ თუ ამაზე გააკეთებს ადამიანი აქცენტს, გარწმუნებთ, რომ უპირობოდ გამოვა ცუდი ურთიერთობა შედეგად. იმიტომ რომ ეხლა როდესაც ბიოლოგიური მშობელიც აბრალებს გენეტიკას, იმიტომ რომ გენეტიკა მარტო ერთი მშობლის არ არის, ხო, ის არის კომპლექსი და ის არის მრავალი თაობის გამოვლენა ადამიანში. მაგრამ ზოგადად მიჩნეულია, რომ ბავშვის აღზრდაში გარემოს აქვს დაახლოებით 80% წილი, გენეტიკას მხოლოდ 20%. ამიტომ გარემოს, ანუ რა გარემოში იზრდება ბავშვი, როგორია მასთან დამოკიდებულება გარემოში მის ახლოს მყოფი ადამიანებისა, უფრო მნიშვნელოვანია დიდწილად, ვიდრე გენეტიკური ფაქტორი. თუმცა, რა თქმა უნდა, გენეტიკური ფაქტორი არსებობს და მისი სრულად უარყოფა არ იქნება ამ შემთხვევაში გონივრული, მაგრამ როდესაც ადამიანი იღებს პასუხისმგებლობას და იღებს გადაწყვეტილებას, რომ უნდა იშვილოს ადამიანი, ის უკვე ამ საკითხთან უნდა იყოს შეგუებული, რომ ეს გენეტიკური გარემოება არსებობს. თუმცა უნდა გითხრათ, რომ მე მითხრეს, რომ შენ შვილს აქვს ჯანმრთელი გენეტიკა, იმიტომ რომ ის დაიბადა ოჯახში, მშობლებისგან ყავს და-ძმა. ანუ მას არ ქონია ის, ასე ვთქვათ, ტრამვა, რომ ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში მას არ განუცდია ის, რომ მის მშობელ დედას ის არ უნდოდა. ეს ბავშვები იბადებიან ასეთი ტრამვით და ამას ხანდახან გენეტიკას არ ქმნიან. ხანდახან ამას სხვა ტრამვულ ტერმინით აღნიშნავენ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის გარკვეული ტრამა, მაგრამ თუ ამას გავითვალისწინებთ და თუ ამ მიდგომით ვიქნებით ასეთ ბავშვთან, კორექცია ყოველთვის შეიძლება. თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ თუ ვცდილობთ, რომ აღზარდოთ ადამიანი და აღზარდოთ კარგად, იმიტომ რომ მე მგონია, რომ მშვილებლებს უფრო მოჭარბებული პასუხისმგებლობა გვაქვს, ვიდრე ბიოლოგიურ მშობლებს, იმიტომ რომ მე ჩემ შვილს სულ ვეუბნებოდი, რომ თუ ვინმე დაგინახავს ქუჩაში და ცუდად მოიქცევი, ხო იცი, რამდენი ადამიანი მიცნობს და იტყვიან, რომ ლიამ შვილი ვერ გაზარდა, თორე ეხლა თავისი რო ყოფილიყო, ეს ეტყობა იმის ბრალია, რომ თავისი არ არის, თორე თავისი რო ყოფილიყო, უფრო სხვანაირად გაზრდიდა და ჩემზე იფიქრებენ, რომ მე ცუდი აღზრდელი ვარ. უკაცრავად მაპატენი. რა საკში უთხარით მას, რომ თქვენ ის იშვილეთ? ჯერთი მე 5 წლის ასაკში ვიშვილე, გოგონა, რომ ყველაფერი ჩვენ არ იყო არანაირი პრობლემა. აი ამ ლაპარაკის საუბრის წამოწყების პრობლემა თქვენ არ გქონიათ. აი მაშინ ესე შემოვაბრუნებ კითხვას. თქვენი აზრით, როცა და ვიცით სხვათა შორის, რომ ესეც გავრცელებული ტენდენცია უმეტესობას დამალვაც და პლუს სწორედ ამიტომ უნდათ ჩვილი ბავშვის აყვანა. იმიტომ არის ხოლმე ხშირად ეს გრძელი რიგი, რომ ადამიანები უარს აცხადებენ ზრდასრული 5, 6, 7 მით უმეტეს უფრო ისე თქვათ მაღალი ასაკის მქონე ბავშვების აყვანაზე. ალბათ იმის გამო, რომ მათ სწორედ სურვილი აქვთ, რომ თვითონ იზრუნონ, თვითონ გაზარდონ და გაზარდონ ისეთები, როგორც თვითონ არიან. მე ამით ხსნი ამას არ ვჭირდება ვცდები. თქვენი აზრით, როცა აიყვანენ ხოლმე ჩვილ ბავშვს, რა ასაკში არის საჭირო, რომ დედა და მამა მას გაესაუბრონ და მოუყვნენ მათი შეხვედრის ისტორია? და საერთოდ არის თუ არა ეს საჭირო? აუცილებელი. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად აუცილებელია და სრულიად აუცილებელია. იმიტომ რომ სამწუხაროდ არაფერი გაუგებარი და ფარული და გაუცხადებელი არ რჩება და ვიდრე ვიღაცა ბოროტი, ცუდი მოტივით ან ცუდი ქვენაგრძნობით გაუმხელს ამას ბავშვს და ეს მის ფსიქიკას დააზარალებს, ჯობია თვითონ მშვილებლებმა უთხრან და თანაც იცით რა, უნდა ეს ყველაფერი გაკეთდეს ძალიან პოზიტიურად. იმიტომ რომ მე მყავდა კოლეგა ქალბატონი ამერიკელი, რომელიც მიხსნიდა, რომ გაიგო რომ მეც ვიშვილე ბავშვი, მიყვებოდა რომ მე 4 შვილი მყავსო და მე 4 ვიშვილეო და ჩემ შვილებსო მე და ჩემი ქმარი, რომელიც ასევე იურისტეო, სულ ვუმტკიცებთ, რომ ეს სამნი თქვენი თავი ღმერთმა მოგცა და ჩვენ არ აგვირჩევი ხართ, როგორც მოგცა ღმერთმა, ისეთებიც ხართ და ეს კიდევ ჩვენი არჩევანია, ეს ჩვენი გადაწყვეტილება, ეს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვეშვილებინათ, ამიტომ მას პრიორიტეტი აქვსო და მე სხვა შორის ვიყენებდი ხოლმე ამას არგუმენტად ჩემ შვილთან ურთიერთობაში და ვეუბნებოდი, რომ სხვებმა, ასე ვთქვათ, ვერ გადაწყვიტეს და ღმერთმა მისცა და რაც მისცა, ის აყავთ და მე და შენ შევთანხმდით, რომ შენ თანახმა იყავი, რომ ჩემი შვილი გამხდარიყავი და მეც თანახმა ვიყავი, რომ შენი დედა გამხდარიყავი. ანუ თავად აყვანის მომენტში თქვენ გქონდათ ეს საუბარი? აუცილებლად, იმიტომ რომ ჯერთი ჩემი შვილი უკვე 5 წლის იყო, მას და-ძმა ყავდა, მშობლები ერთდროულად დაიღუპნენ და
მე ასე ვთქვათ, გაუთხოვარი მარტოხელა ქალი ვიყავი და მე არ ვაპირებდი რაღაც სისულელების მოყოლა საზოგადოების წინაშე, საიდან გაჩნდა ეს ბავშვი ჩემთან. მით უფრო რომ მარიმ ძალიან კარგად იცოდა, საიდანაც გაჩნდა და ძალიან სასაცილო იყო, როცა პირველად ადამიანები ეცნობოდნენ მას და ეკითხებოდნენ, რომ შენ ვინ ახარ და მე ლიამ მიშვილა ის ამბობდა და როგორ გიშვილა და აი ესე მიშვილა ეუბნებოდა და ეს ძალიან მარტივად მოხდა. სხვადასხვა ჩვენი შემთხვევა ძალიან ბევრმა ოჯახმა გამოიყენა იმისთვის, რომ გაეადვილებინა მათი ნაშვილები ბავშვისთვის ამისი ახსნა და ეუბნებოდნენ, რომ აი ლიას და მარის ხო იცნობთ, ისინი როგორც გახდნენ დედაშვილი, ესე გავხდით ჩვენც. მართალია ჩვენ ორნი ვართ, დედა და მამა და იქ მარტო ლია არის, მაგრამ ჩვენც ასევე გიშვილეთ და ეს აადვილებდა. უკაცრავად ნინო წაგერთო სიტყვა. ნინო ცოტა შემედავა. ხო გაქვთ თქვენ ახლა უკვე 20 წლის არის, ხო? და აი რაღაც დასაყრდენი ხო არის თქვენი? ძალიან დასაყრდენი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ქალბატონო, მე მას არასოდეს არ ვზრდიდი სხვათა შორის, როგორც სიბერეში ასე ვთქვათ, წყლის მომწოდებას, როგორც ხალხურად ამბობენ. არამედ ყოველთვის ვცდილობ და ეხლაც ვცდილობ ჩავნერგო, რომ ის უნდა იყოს დამოუკიდებელი ადამიანი, ძალიან კარგად უნდა იდგეს ფეხზე, იმიტომ რომ მას ყავს თვითონ და-ძმები და მაგალითად მე ძმა გარდამეცვალა, ახალგაზრდა და დამრჩა ქვრივი ახალგაზრდა ძალი და სრულიად პატარა ძმისშვილები და აი მე მასაც და მის და-ძმებსაც ვეუბნები ხოლმე, რომ აი მე რო არ ყოფილიყავი ძლიერი ადამიანი, დამოუკიდებელი და არ შემძლებოდა მათი დახმარება, რა თქმა უნდა, ჩემთვის იქნებოდა ძალიან მძიმე და რა კი ეს შემიძლია და შემეძლო, ეს ძალიან კარგია ჩემთვის. პირადად ჩემთვის, რომ მე თავს მაგრძნობინებს უფრო, ასე ვთქვათ, კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით და ჩემი ურთიერთობით და მასაც უნდა კონდეს ამის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ცხოვრება ძალიან რთულია, ხანდახან ტრაგიკულიც და უნდა შეგეძლოს ახლობელ ადამიანს გაუწიო სერიოზული თანადგომა, მაგრამ ამისთვის შენ თვითონ უნდა იყო ძლიერი, უნდა იყო მზად და უნდა იყო შემძლე. ხავატონია, ერთი რამ მაინტერესებს, ჩვენ ახლა პოზიტიურ მხარეზე ვისაუბრეთ, მაგრამ აი აღზრდის პროცესში ეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, ბიოლოგიური მშობელი ხარ თუ ნაშვილებია შვილი, ყველა ასაკში რაღაცა თავისი პრობლემები არსებობს, ხო? აი თვითონ ურთიერთობის პერიოდში კარგია რომ ეს თავიდანვე იცის და ვთქვათ სხვისგან არ გაუგია, მაგრამ აი რაღაცა ვთქვათ ისეთ კრიტიკულ და კრიზისულ სიტუაციებში ყოფილა ისეთი მომენტი, რომ აი რაღაც მომენტში ვთქვათ გიგრძნიათ, რომ აი შესაძლოა აი რაღაცა ამის გამო უფრო ფიქრობს, რომ აი შეიძლება სხვა სიტუაციაში ესე არ ყოფილიყო, ცოტა მძიმე თემა რა თქმა უნდა. აი თუ რახან თემაზე ღიად ვცხოვრობთ, მაინტერესებს, აი პრობლემები სად არის და თუ აი შეგიმჩნევიათ, რომ აი რაღაც სიტუაციაში ეს რაღაც მომენტში გამხდარა ცოტა ესეთი პრობლემის წვენის მომენტი. რა კი გულახდილად ვცხოვრობთ, უნდა გითხრათ, რომ ჩვენ გადავიტანეთ პირველი გარდატეხის ასაკი, რომელიც 4-6 წლის ასაკში არის და მეორეც და ორივე მძიმედ გადავიტანეთ, ცხადია და მე განსაკუთრებით აი მეორე თინეიჯერულ ასაკში მივხვდი, რომ რთული იყო ჩემთვის, რატო? იმიტომ რომ ჩემი ასჯერ ნათქვამი უბრალოდ ქარწყალდებოდა მისი ახლობლების ან მისთვის ახლობელი და-ძმის ან კლასელის ან მეგობრის ერთი ნათქვამით. ანუ ეს იყო ძალიან თვალსაჩინო. რა გამოსავალი ვიპოვე მე? მე ვცდილობდი, რომ ჩემი სათქმელი იმათი პირით მეთქვა. ამიტომ მე მეგობრობდი მათთან, თანამშრომლობდი მათთან, ვიყავი მათ მიერ ძალიან კეთილგანწყობილი და ღია, იმიტომ რომ მე ვხედავდი, რომ აი მიუხედავად ჩემი პროფესიული უნარისა, ვინმე დავარწმუნო ხანდახან ჩემი ნათქვამი არ ჭრიდა და ეს ბუნებრივია. ამას მიუხედავად უფრო მნიშვნელოვანია იმ წუთას ვიდრე მშობლის. თავისი თანასწორის, მისი მეგობრის, ვისაც ისთulis ავტორიტეტად და აი ხა ძმისშვილი ყავს ეგეთი პატარა რთულ ასაკში და სულ ხუმრობთ, რომ ეხა უკვე ბევრჯერ გადავიარეთ ეს ამბავი ოჯახში და ვიცით როგორ მოვიქცეთ, ხო და ეხა ეს არის ხუმრობის საგანი, მაგრამ პირველად როცა ჩემ შვილთან მივხვდი, რომ კარგად უნდა მეფიქრა, ამეწონ და მომეფიქრებინა გამოსავალი. კონფრონტაცია არასოდეს არ არის კარგი, არც იმის ფიქრი, რომ გენეტიკა და ამიტომ ამას არაფერი არ ეშველება, ყველაფერს ეშველება, თავარია როგორ შეხედავ და როგორ მოინდომებ, რომ ამ პრობლემას მოვარო. ამიტომ მაგალითად მე ძალიან მადლობელი ვარ და აი ჩემი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვიქნები მადლერი იმისი მეგობრებისა, რომლებიც ძალიან კარგები იყვნენ და არიან და ძალიან პოზიტიურ როლს თამაშობდნენ. მე სულ ვაკონტროლებდი და ვცდილობდი, რომ მის გარშემო კარგი ბავშვები იყო
ყოფილიყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ყველას უნდა უთხრათ, მათაც ვინც იშვილეს და მათაც ვინც ბიოლოგიური მშობელია და უჭირს ურთიერთობა. განსაკუთრებით ჩვენთვის ართული, იმიტომ რომ მაგალითად აი როგორც მე ვხუმრობ ხოლმე რომ აი შვილს შეიძლება დედამთილმა უთხრას საყვედური, მაგრამ რძალს ისე ვერ ეტყვის, ხო? დაახლოებით იგივე დამოკიდებული ბიოლოგიურ შვილს აი მაგალითად დედამთილს მაგალითად ჩემ რძალს ვეხუმრები ხოლმე რომ აი შენ რო შეგიძლია რომ წაუთაქო მე არა მაქვს ამისი უფლება და იმას ძალიან გაუკვირდა პირველად რო ეს ვუთხარი. ანუ უფრო მეტად აკონტროლებთ ხოლმე რა თქმა უნდა, ანუ ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. მით უფრო რომ მე სულ ფიქრობდი რომ ესე ვთქვათ საკონტრაქტო პედაგოგიკა და ასეთი ურთიერთობა მაქვს ჩემ შვილთან. ანუ ძალიან კორექტული, ზედმიწევნით არაძალადობრივი, იმიტომ რომ სამწუხაროდ ამ ბავშვს ჰქონდა ძალადობის გამოცდილება, მას უფროსებიც ერჩოდნენ, დიდების გარემოში ის თავს დაცულად არ გრძნობდა, ამიტომ მისთვის ეს უცხო იყო და უცხოს კონსერვატორები არიან ბავშვები და ძალიან რთულად ეგუებიან და უფრო ურჩევნიათ ძველი ურთიერთობის ფორმა, რაც არ უნდა ცუდი იყოს ის, ხო? ამიტომ ამაზე ყველაფერზე უნდა იფიქროს ადამიანმა და იცით უნდა მიუდგეს ესე, აი როცა ძალიან მიჭირდა ვფიქრობდი, რომ აი ახლა ამ ერთი ციდან ადამიანმა, რომელიც ჩემთვის უახლოესია, ჭკუით როგორ უნდა მაჯობოს. ჩემზე მეტი გამოცდილება და ცოდნა ხო ნამდვილად არ აქვს და თუ ძალიან გამიჭირდებოდა მე მივდიოდი მეგობრებთან რჩევის საკითხავად და მართლა ვიღებდი ამ რჩევას. ამიტომ ეს გასაკვირი არ არის. ყველას აქვს რთული პერიოდი. აბსოლუტურად. მაყურებელი ყავს და შემდეგ იმ პრობლემებზე ვისაუბროთ, რაც თვითონ შვილად დაყვანის პროცესს ეხება. მოგესალმებით გისმენ. გამარჯობათ, მოგესალმებით. ის ორ წელია მე შვილობილობაში მყავს ბავშვი და ეს ბავშვი არის დონარ შეზღუდული. რომელიც ძალიან განვითარდა ოჯახურ გარემოში. მაპატია. იმიტომ რომ ოჯახში ისინი ძალიან კარგად გრძნობენ თავს. სასწაულად განვითარდა, იმიტომ რომ მე შვილობაში მქონდა შეხება ამ ბავშვთან, მე იქ მუშაობდი, მაგრამ არ მეგონა თუ ასე განვითარდებოდა და გამოყვანის წიდან ბავშვი ძალიან შეიცვალა. ეხლა ორი წელი უკვე რაც შემოჯაშია მამაცეს. ეხლა ეს ბავშვი რიგმა მოუწია და შვილდება. თავგვარგარეთ. ამას მე ძალიან და ამ შემთხვევაში თქვენ ანუ ეს ბავშვი ნაშვილები არ ყავთ მინდობით აღსდას გულისხმობ. ეს არის მინდობით აღსდა. მაგრამ იცით რა იყო ამ პროგრამაში, მაგრამ რატომაც ეს ფსიქოლოგიურად ამომივარ და ისავიდან და ჩვენ ისე მივიღეთ ეს ბავშვი და მივეჩვიეთ რომ აღარ გქონია რომ ეს ხვისია და ჩვენია და ბავშვი ძარცია ამ გარემოში ისია როგორც თევზის წყალში და რამდენი წლის არის ბავშვი ქალბატონო? 4 წლის არის. 4 წლის არის. და არ არსებობს არავითარი გზა ქალბატონია თქვენ გაქვთ სურვილი რომ თავად იშვილოთ? სურვილი მე მაქვს რომ ეს იყოს ჩემს გვერდით, მაგრამ ჩემს სურვილს არანაირი წინააღმდეგება ოჯახში. მაგრამ იცით ახლა ძალიან ბევრი საწინააღმდეგო აზრებია, ყველა მეუბნება რომ შეიძლება ბავშვი ცუდი იყოს და მე უკვე ვჩერდები, როდესაც გამოვიყვანე მინდოდა და ეს გავაკეთე და აი ახლა უკვე სხვებსაც ვიზიარებ. თქვენ მიგაჩნიათ რომ მისთვის უკეთესი იქნება ახალ ოჯახში გადასვლა ქალბატონო? ბატონო, თქვენ მიგაჩნიათ რომ მისთვის უკეთესი იქნება რომ წავიდეს თქვენთან ახალ ოჯახში წავიდეს? იცით რაშია საქმე? მე მგონია ეს ალბათ სუბიექტური აზრია და მე ვფიქრობ რომ ეს ძალიან ცუდი აზრია, მაგრამ მე ასე მგონია რომ ეს ბავშვი მარტო ჩემთან იქნება ასეთნაირად, ასე კარგად. რატომღაც მგონია ძალიან ცუდს ვამბობ, მაგრამ მგონია რომ ჩემს თავის არავის არ ეყარება, რატო ვფიქრობ ასე არ ვიცი. არა ეს ძალიან კარგია ასე რომ ფიქრობთ. მაგრამ ანუ ერთი წამი მე ვერ გავიგე რატო იზიარებთ. რომ მივიდეთ პრობლემის ძირამდე. ანუ თქვენ ამბობთ რომ თქვენ გინდათ ბავშვის დატოვება, უბრალოდ კანონის მიხედვით ეს ბავშვი უნდა გაშვილდეს. არსებობს თუ არა? ხო, არსებობს, ალბათ თქვენ გაინტერესებთ, არსებობს თუ არა რაიმე რეგულაცია, რომ ეს ასე არ მოხდეს და ბავშვი დარჩეს თქვენთან. სწორად გავიგე? ესაც ვიცი, არსებობს ასეთი რომ მე ვიშვილ. უპირატესობა აქვს. თქვენ გაქვთ უპირატესობა, რადგან მინდობით აღზაში ხართ ახლა. მაქვს უპირატესობა. და გინდათ გამოიყენოთ ეს უპირატესობა. კი, მაგრამ ახლა ასეთი მდგომარეობა ბავშვი არის 4 წლის, რომლის აზრი არის ეს, რომ ვეუბნებით, რომ შენ მე არა ვარ, დედიკოს მე ძახის უკვე. ბატონო? დიახ, გისმენთ. დიახ, ხო და ეს დედიკოს მე სურვილია, უკვე ერთი თვია, ბებო ვარ ის, მაგრამ დედიკოს მე ძახის და
ამას რომ ვეუბნები, რომ ვაჭრებ უკვე მუშაობ ამ საკითხზე, რომ ბავშვი ფსიქოლოგურად მოეზადოს, რის ბავშვი უნდა წავიდეს და ვეუბნები, რომ მე არა ვარ შენი დედიკო, არა მეუბნება რომ არა, მე ასე დავწევ და არ მიგატოვებ. რაღაცა თქვენ ორჭოფობთ და ორჭოფობად ამ შემთხვევაში არ არის სწორი ორჭოფობა. არა, შეიძლება ქალბატონი ფიქრობს ერთ რამეს, დამეთანხმეთ თუ მეთანხმებით დამიდასტურეთ უბრალოდ. შეიძლება თქვენ ფიქრობთ რომ უკეთესი იქნება ბავშვი გაშვილდეს საზღვარგარეთ, სადაც მას პერსპექტივა და მეტი ვთქვათ უპირატესობები და საშუალებები ექნება. ეს არის თქვენი ორჭოფობის მიზეზი? აი ეს არის კი, იმიტომ რომ მე დამოკიდებული, ეხლა ხომ შეიძლება რაღაცა შეიცვალოს ჩემს ცხოვრებაში. მესმის. მე ამბავს ვერ მივცე ის და მე მითხრას რომ შენ რატომ არ გამიწევ. რა საკში ბრძანდებით ქალბატონო თუ საიდუმლო არა? 54 წლის ბრძანდებით? ბავშვი 4 წლის არის. 4 წლის. თქვენ მარტო ხელობ ბრძანდებით თუ კაცვა ოჯახის სხვა წევრები? მე მყავს 3 შვილი, მყავს 5 შვილი, მე 6 ველოდები. აი, მე ყველა გამრავალ. თქვენი შვილები რას ფიქრობენ? უბრალოდ საინტერესოა ამის შესახებ. ვუბნება რომ თქვენ შეგვიძლიათ ვიქნები, მაგრამ მე ახლა ხები მეუბნებიან რომ დაუშვათ ასე იყოს, ახლა არის შეგვიძლიათ, მაგრამ მე შენ იმათ ხაზე არ. მაგ პრინციპით ქალბატონო საზღვარგარეთაც ხომ შეიძლება გაშვილების შემდეგ იმ ოჯახშიც რაღაც პრობლემები დადგეს და ამ ბავშვს პირიქით იგაუჭირდეს ძალიან. ვიცით რა, ძალიან ბევრი რაღაცაზე შეიძლება ასე იფიქრო, რა იქნება ხვალდაზე. მე ქალბატონო მოდით რა თქვენ ურჩიეთ ყველაზე სწორად ამ სიტუაცია. მოусმინეთ ქალბატონიას და თუ გნებავთ თქვენი ტელეფონის ნომერი დატოვეთ ჩვენს პროდიუსერთან, იქნებ რაღაც ურთიერთობის შემდეგ თქვენ რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მიხვიდეთ. ქალბატონია, აი რას ურჩევთ ასეთ შემთხვევაში ქალბატონს? იცით რა არის, ქალბატონს ალბათ რთული მდგომარეობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ მას არ უშვილებია ეს ბავშვი, მას მინდობით აღსაზრდელად ყავდა დროებით, მაგრამ აი ამ დროში რაც ერთად ცხოვრობენ, მიხვდა რომ ახლობელია მისთვის ეს ბავშვი. ეს მინდობით აღზრდა არის ძალიან კარგი ფორმა, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ადამიანები დარწმუნდნენ რამდენად მათ უნდათ ამ კონკრეტული ბავშვის შვილება და სამუდამოდ მათთან ბედის დაკავშირება თუ არა. ამიტომ ეს არის მხოლოდ ამ ქალბატონის გადასაწყვეტი, მაგრამ მე ერთი რამ შემიძლია ვუთხრა, რომ მე პირადად ესე არ მქონია ეს მდგომარეობა, რომ რაღაც შეზღუდული უნარის ან შესაძლებლობის ყოფილიყო ბავშვი, მაგრამ დადგენილი არის და ლიტერატურაში არსებობს ამაზე უამრავი ფაქტი, რომ ბავშვები, რომლებიც ძალიან კარგ გარემოში, ძალიან კარგი მშვილებლების ხელში იზრდებიან, ყველა ფიზიკურ ნაკლს ერევიან და სრულიად ჯანმრთელები და სრულიად სახსალამათები არიან ხოლმე. ამიტომ თუ ეს ბავშვი ძალიან კარგად ვითარდება თქვენთან ქალბატონო და მისთვის ეს გარემო და თქვენი აღმზრდა არის ასეთი კარგი შედეგის მომტანი, გარწმუნებთ რომ მას ეს პრობლემები შეუძლია დაძლიოს და ამავე დროს თქვენ რასაც ბრძანებთ რომ შეიძლება უცხოეთში უკეთეს პირობებში იყოს, შეიძლება მისთვის ეს ტრამვა იყოს, ახალ ოჯახთან შეგუება და მისი განვითარება, გამოჯანმრთელება შეფერხდეს. ამიტომ თუ თქვენ ყველაფერი ესმის. ამიტომ აი ეს უნდა იფიქროს ქალბატონმა და გარდა ამისა კიდევ ერთ რამეს გეტყვით, მე როცა ვიშვილე, ჩემი შვილი მაშინ 37 წლის ვიყავი უკვე. მართალია ეს 5 წლის იყო, მაგრამ გარწმუნებთ რომ მე მგონი ზემოთ წყდება ეს საკითხები და თუ კი თქვენ გულით აკეთებთ ამას და ეს ყველაფერი ძალიან დიდი სიკეთეა, ზემოთ დაინახავენ და თქვენ იმდენხანს იცოცხლებთ რამდენიც საჭიროა თქვენი სიკეთის საკეთება. აი ზუსტად ახლა იმ თემამდე მივედით. ნინო, მაპატია სანამ შეკითხვას მე ვიცი რომ შენ იურიდიულ ასპექტზე გინდა გადასვლა. მე უბრალოდ მინდა ძალიან იმოქმედა ჩემზე ამ ისტორიამ და ძალიან მინდა გთხოვოთ ერთი რამ, თქვენთვის თუ მნიშვნელობა აქვს ჩვენ რას ვფიქრობთ. მე არ ვიცი ახლა გოგონები რამდენად შემომიერთებიან ამაში. მე აუცილებლად გიჩერდით დაიტოვოთ ეს პატარა თქვენთან და დარწმუნებული ვარ გავაწლები და თქვენ იქნებით ძალიან ბედნიერი იმის გამო რომ ეს ნაბიჯი გადადგით ცხოვრებაში. მე ასე ვფიქრობ და ნინო გითხრა. და რადგან შევეხეთ არ მინდა ისე დავშორდეთ რომ ამ თემაზე არ ვისაუბროთ, იმიტომ რომ რეალურად სერიოზული შეფერხების მიზეზები ხდება ხოლმე და ამ ახალი რეგულაციებით წესით რომელიც უნდა შევიდეს კანონში, სწორედ ერთ-ერთი განსაზღვრელი რაც მანამდე არ იყო კანონში, ეს არის ასაკი. ის რომ ზედაზღვარი არ არსებობდა ქვედაზღვარი 16 წელი რაც უნდა ყოფილიყო მშვილებელსა და ბავშვს შორის და ამ შემთხვევაში ეს იქნება 50 წელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ელოდებოდა თავის რიგს, შეიძლება უბრალოდ ამოვარდეს ამ სიიდან, აქედან გამომდინარე.
რამდენად და კიდევ ეს არ არის მხოლოდ ერთი რეგულაცია, აქ პირდაპირ შვილებასთან დაკავშირებითაც არის და მე ვიცი რომ ცოტა დრო გვაქვს და მინდა ყველაფერი მოვასწროთ, უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებს. ეს გაამარტივებს რეალურად ამ პროცედურას? არა, არ გაამარტივებს, მხოლოდ რიგების შემცირების გამო ხდება. დიახ, იცით რა არის, მე მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს აი ასაკის დაწესებასთან დაკავშირებით. მართალია სახელმწიფოს აქვს ვალდებულება იზრუნოს ამ ბავშვებზე, მაგრამ ეს ზედაზღვარი, რა თქმა უნდა, არ არის სამართლიანი, იმიტომ რომ მაგალითად პირადად ჩემს მაგალითზე გეტყვით, მე უკვე 5 წელი აღრიცხვაზე ვდგავარ, 2000 წელს ჩემი შვილი, მე ვიშვილი ამ სისტემისაგან სრულიად დამოუკიდებლად, ჩემი ნაცნობობით და ჩემი კავშირებით და მხოლოდ პოსტფაქტუმ გავაკეთეთ, ასე ვთქვათ, სამართლებრივი საკითხები დავარეგულირეთ. ეხლა 2008 წლის გაზაფხულიდან ვდგავარ აღრიცხვაზე, სხვათა შორის თანახმავარ ვიშვილო, თანახმავარ მინდობით აღზრდაში ავიყვანო, თანაც ასაკი ჩემთვის არის 3-დან ჩვილობიდან 5 წლამდე დაძმაზეც თანახმავარ. ანუ პრაქტიკულად ჩემთვის ორიგოთ უნდა შემოეთავაზებინათ, მაგრამ დღემდე არაფერი არ შემოუთავაზებიათ, რაც ძალიან სამწუხაროა. შემოუთავაზეს ის, რაც ჩემთვის ჩემი კრიტერიუმებით არ იყო მისაღები და აი ახლა მე უკვე გადავცილდი 50 წლის ასაკს და ესე იგი შვილების პერსპექტივა მომესმო. მაგრამ ამ შემთხვევაში მე უნდა ჩაგეკითხოთ, აქ ალბათ ჩვილზეა საუბარი, თორე თუ 50 წლის ასაკში ადამიანი გადაწყვიტავს, რომ მაგალითად 9 წლის ან 10 წლის ბავშვი იშვილოს, მე მგონი ამ შემთხვევაში პრობლემა კანონის ზღვარს ადგენს ყველასთვის. ბავშვის ასაკი კი არ არის, აქ მშვილებლის ასაკი არის. ანუ ეს არ ვარირებს და არ არის მოქნილი იმის კვალობაზე, რა ასაკის ბავშვი უნდა იშვილოს. კანონმდებელმა დადო ზღვარი და დამთავრდა. ამიტომ ეს ყველასთვის ერთნაირი იქნება, მიუხედავად სქესისა, ოჯახური მდგომარეობისა და ასე შემდეგ, მაგრამ კანონმდებელი ბევრ რამეს ვერ გაითვალისწინებს, ბევრი რამ უნდა გაითვალისწინონ იმ ადამიანებმა, ვინც ამ სამსახურში მუშაობენ და სამწუხაროდ ეს გათვალისწინება არ ხდება ხოლმე. მაგალითად კანონებს მაინც ადამიანები წერენ და შეიძლება რაღაცა შესწორებები შეტანა მით უმეტეს თუ იმ დიდ გამოცდილებას გაითვალისწინებენ, რაც იმ ადამიანებს აქვს, რომლებსაც უკვე ჰქონდათ ეს შემთხვევები და თქვა წარმატებით გაიარეს მით უმეტეს ეს გამოცდილება. ამას გულისხმობ ზუსტად რომ უნდა კითხონ ყოველთვის აი ჩემი ესეთი მწირი გამოცდილებით ასეთი ტიპის თქვა ურთიერთობებთან მე მაინც მივხვდი აუცილებლად უნდა კითხო ყოველთვის იმ ადამიანს, ვინც გაიარა ეს გზა. იმიტომ რომ მან უკეთ იცის, სად შეიძლება გადავარდეს, სად შეიძლება სწორად გაიაროს, სად უნდა მოუხვიო და სად წახვიდე. თუმცა უკაცრავად ეხლა რომ რეკლამაზე გავდივართ. სამწუხაროდ. მე მგონია რომ ჩვენ აი ამ კონკრეტ მით უმეტეს თუ ეს კანონ პროექტი დამტკიცდება და არაფერი შეიცვლება მანამდეც მე მგონი არ იქნება ურიგორ რაღაც ეტაპზე უფრო კონკრეტულად იურიდიული თვალსაზრისით დეტალურად ვისაუბროთ ამ თემაზე, იმიტომ რომ მაგალითად ეს თუ შევიდა ძალაში, აი ამ კონკრეტულ ქალბატონს, რომელიც 54 წლის არის, ამ ბავშვის, რომელიც მას უკვე ეძახის დედას, დატოვების საშუალება აღარ იქნება. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ჩემი აზრით. და ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ აუცილებლად ამ თემაზე. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ჩვენ რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. ძალიან მაინტერესებს ჩვენი სტატისტიკა, აქ რა ხდება. მაგალითად, წავიკითხე რომ აზერბაიჯანში გასულ წელს მხოლოდ 10 ბავშვი, ესე იგი, გასხვის და და აქედან 3 თვით ბაქოში, ამერიკაში 1, საფრანგეთში 1, რუსეთში 1, ისე რომ უკვე იციან როგორ და რა და 10 ბავშვი წელი გასულ წელს ეს არ არის ბევრი, ხო მართალია. თვით სახელმწიფო მაინც აზერბაიჯანულ სტატისტიკას ქალბატონო ნანა, ჩემი ძალიან კეთილი დამოკიდებულების მიხედვით, მათი სტატისტიკის სამსახურისადმი ესეთი განსაკუთრებული ნდობა არ გამაჩნია ახლა. არა, მე იცი რის თქვა მინდა, რომ ჩვენთანაც უნდა იყოს რა, რომ ჩვენ ვიცოდეთ ქვეყნიდან სახელმწიფო რამდენს როგორ და რა. მაგალითად რამდენთაც მე ვიცი, ერთი ბავშვი გააშვილა საზღვარგარეთ და ისიც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი, იმიტომ რომ სამწუხაროდ მოთხოვნა ნაკლებად არის ეს არის ძალიან რთული და სწორედ ეს არწულებს ამ პროცესს. არის და იქ უცხოეთიდან და ამიტომ ერთი ასეთი იყო ამ ბოლო პერიოდში.
განსაცდელად ერთი რამ ამოვიკითხე, რომ ერთ-ერთმა მილიარდერმა ეს უკვე რუსეთში 23 ყავს უკვე. ესე იგი 19 ბავშვი იშვილა. საბავშვო ბაღს ეხმარებოდა და ვინაიდან უკვე იქ რაღაცა ნდობის ფაქტორი იყო ისეთი, რომ ადგდა ყველა იშვილა. და მისი შვილები 24 თუ 23 შვილის პატრონია. იმ და არის უბედნიერესია და ესეც კარგი მეთოდია. იმ ფულიან ბავშვები ძალიან ბედნიერები იქნებიან უკვე და მომავალშიც და ჩვენც რო ოფიციალი რო გიშვილოს შენ უკვე დიდი ხარ და მე კიდე დიდი ბებია შენ აუცილებლად მილიარდერი გინდა? რომ მიშვილოს მილიარდერი მინდა კი რა თქმა უნდა. საქართველოს ძალიან მწირი არჩევანი გაქვს. კი ეგ სხვა მასშტაბებზე უნდა გახვიდე. პლანეტარულ მასშტაბებზე უნდა იფიქრო. გავიდეთ ცოტა ესე ორბიტაზე. სხვაშორის ერთი რამ აი რაც რაშიც ალბათ სახელმწიფო ყველაზე მეტად უნდა მიიღოს მონაწილეობა, ეს არის წახალისება იმ შემთხვევაში, თუ კი თქვათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით იქნება ეს პრობლემა და დგას ეს პრობლემა, იმიტომ რომ მოთხოვნა ნინო როგორც თქვა არის სამწუხაროდ უფრო საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ვიდრე თქვათ ადგილობრივი მოსახლეობისგან. და ამიტომ ასეთ შემთხვევაში თუ სახელმწიფო რაღაც გარკვეულ თქვათ ბენეფიტებს, რაღაც გარკვეულ ბონუსებს გამოუყოფს ადამიანს, რომელიც აი ამას იტვირთებს თავის თავზე, იმიტომ რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ამასაც ალბათ ობიექტური მიზეზებიც აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ გარდა სოციალური ფონისა, აქ არის ელემენტარული ინფრასტრუქტურა არ გვაქვს ჩვენ, ხო? გარკვეული თქვათ ესეთი შეზღუდვების დროს. ამიტომ, როდესაც ასეთი ბავშვების მომავალზე ფიქრობ, ნამდვილად რაღაც მომენტში ხო ფიქრობ, რომ ალბათ სხვა ქვეყანაში, სადაც ყველანაირი პირობა არსებობს, რომ მან ბევრად უფრო სრულყოფილად იგრძნოს თავი, ალბათ ადაპტირებულად სერიოზულად საჭირო კონტროლის მექანიზმი, მაგალითად ბავშვი მიდის საზღვარგარეთ, მერე იქ მას რა მიეწევა, როგორ გწნობს თავს და ასე შემდეგ. სამართალდამცავი სტრუქტურებით რამდენადაც მე ვიცი. ჩვენ დრო ამოიწურა, ხვალ ასევე მნიშვნელოვანი თემით იმედია თქვენთვის დაგიბრუნდებით იგივე დროს 11 საათზე. ნახვამდის.